სალამი მეგობრებო, მე ელა ვარ და თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე, რახან თხოვდით და მიკომენტარებდით და მწერდით, რომ დაარიაქტე გოგონების ბეთლიო. მე ვინა ვარ, რომ თქვენს სურვილს წინ აღვდგე, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ამ რეაქციის გადაღება, ეხლა ვიღებ, ვიქნებ სულად ობიექტური, მართალია გოგოებს და ქალებს ზოგადად ამ სფეროში ძალიან ხარს ვუჭერ, მაგრამ აი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან, ხარს არ დავუჭერთ რაღაც კარგ რაღაცებს არ ვიტყვი, ან თუ უარყოფითად აღვიქო რაღაც მომენტებს, მაგასაც აუცილებლად აღვნიშნავ. ეხლა დავიწყოთ, თქვენ კიდე ამასობაში აუცილებლად გამომიწერეთ, დატოვეთ კომენტარები, დალაიქეთ ვიდეო. დავიწყოთ, აბა ვნახოთ ეხლა როგორი არის ჩვენი ისტორიული ბეთლი. ეს არის Mic Drop-ის showcase-ი, საქართველოში პირველად Raymond Roots-ზე გოგოები იბეთლავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. Lil Angel versus Anski და ერთი ხმაური გოგოებს უეჭველი. რა პატარები არიან? ესენი 18-19 წლისები იყვნენ, ხო? საყოველთაოდ ძალიან დიდი გამბედაობა გინდა, რომ ოჩა, ხან ჯერ მარტო გამბედაობისთვის ძალიან ბევრი პლუს პოინტი ამ გოგოებს. Yes. პირველი რაუნდი Lil Angel. მიდი დაიბრალე, ვითომ ამ სფეროსთვის დაიბადე და დიდი პროგრესი განიცადე, მაგრამ ერთხელაც არ გაგირებ პავს ბავშვობაში და ისე გაიზარდე, ვითომ გენეტიკაში ხმარო გამოყვარა, გინა აქ მიდი აიბარგე, ისევ შებერე შენი ქავერები და ხმა კიდევ უფრო გაინაზე, ცარიელი ტარიელი როგორც სტუდენტ კარდი, წადი ევოლუშენში და დაარიგე კარტი. გოგოების ბეთლი რო აქეთ არ მეტყობა, იმიტომ რომ რაღაც სხვა ჰედლაინებია, ეს ფლოუს ამბავი და რაღაც ხმები და მთელი ამბები საყვარლობაა, ჯერ მომწონს და წადი ევოლუშენში და დაარიგე კარტიო. არ ვიცი, ამ გოგოებს არ ვიცნობ, საერთოდ არაფერი არ ვიცი ამაცე და მოდი ახლა ამათი ლაინებიდან გავიცნობთ. როგორც ჩანს ეს გოგო ევოლუშენში მუშაობდა, გენებში გამომყვა ვიღაცა ისეთის შვილია, ანათესავი, არ ვიცი არაფერი, მაგრამ კარგია ჯერჯერობით როგორც დაიწყო. Playboys მოდელივით პოზიორობ სულ, მაგრამ ვერ გახდები Playboy კარტი, გინდა იყო განგსტერი, მაგრამ ქცევები გაგხული გასკი, კოსტა სანიკიძე სავით ხლას რო იყენებ, მოდი აბა დაგინიავო თანსკი, ვუ, გესმისა და ქორსი გესლის, ვუ, მისაშიც ვარ მესრი, გოგოთანაც backstreet, დაურეკოს ბესტი, სკანდინოას როფას არც, ტექსტი ვინ დაგიწერა ეს თქვი, მაიკლამ ბილეთია ჩუქა ბეთლის, დიდი ვინ მესავი დაუდგა გვერდით, სკაის მაკაცობა რატო დაუვიწყე, არ გაგიტანდა მაინც მისი გენგი, იმ დღის მერე უსმენ რეპს, ეს ბეთლი რო ჩანიშნეს, ბიჭებო რაც აშენეთ ეს ერთი ვერსი და გინგრევთ თავიდან ბოლომდე მასალა გიფის არ გაიჭითო გაგეხსნება ლიფი ჩაცმაზე რა გითხრა მარა ბიჭის მონაწერზე რო სოლდები მაში ხარ დრიფი მოგიტანეთ ახალი შენიზობა თებში ნახმარი ბაზარის ნაზავი და ხანია მაქსარიელ თავში დაავსახი სტორის და დებაა შენი დეპრესიის სამალი სანამ დაიწყე და ბალიხ მითხავილი შენ ქრუს კითხე უკან ხო არ გასული თბილისის ჰაერმა დაგმართა გასწრდი წადი ბორჯომში გახდი უგლის არტისტი ბითებზე მოგიკალი იმედები ყოველ სეტენები მაგუას რკნიკებით ხოხედა რო ამ სფეროს არ უხდები დაკტოვე შებერე ხალხურები რას გახარ მისმენ მაგორსანიც ვიზე დაიცე მირინგზე არ დახინჯო ეს ვიზე ნაწემს რომ გაიკეთე ბანდიკებით სამატე დაიქნები ნამდვილი პიროსელის ვიზე ეი შენი ეგო გავაქრე ჩვენი სტრიკი ჩავაქრე ქართულ ჰიპ-ჰოპს თუ დაერხა მიდით ამას ადარდეთ შევქმენი ჰაუსის ბაუნსი შენ კი მომიყვანე ფეიქი კრაუდ წავიხე კრაუნი და ასე მარტივად შენ კარიერას დღეს წერტილი დაუსვი რაუნდი აუ პანჩები იყო ხალხო პანჩები იყო თან ძალიან რაღაცნაირი პანჩებიც იყო. 1-2 პანჩი ისე მომხდა, რომ აი უხერხულად ვიგრძელი თავი, რომ მეთქი ქოგოს ქაროკესპის და აი რაღაცა ცოტა უცნაურია, რა ჯერ ვერ შევეგუე, მაგრამ კარგი იყო პირველი რაუნდი. თან ისიც ვიცი რომ გოგო მოიგო, იმიტომ რომ რავი, ერთი კვირა გავიდა თუ ორი კვირა უკვე და რაც არ უნდა თავი ამერედებინა, ვიცი რომ ამან მოიგო. ну საყვარლობა იყო ალბათ, flow აქვს ამ გოგოს, ну ისეთი სვიჩები და რაღაცები არ იყო, მაგრამ ну პირველი ბეთლია და ასე შემდეგ და ეს იყო Lil Angel და ეხა Anski ვნახოთ რას იზავს. ну ძალიან ისეთი მწარე ფანჩები იყო. ეი! შეგახსენებთ რომ აი ამ ივენთის სპონსორიც არის სახელოსნო ბარი. თმები მითხელდება ხალხო და რა მე მისჭით გოგოებო რა ანუ რა ვაჩანდაბა. ვიცი რა გოგოების მიყურებთ და ბიჭებაც მისჭით თუ გიდეთ რა. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი. Yo. პირველი რაუნდი Anski. მოდი გასწავლო მე შენ სტილი ხოლ დაგანახებ რა არის ქილი ტექსტებს მივიწერს მავეკილი მაგას არა აქ მაგის ქილი გითხარი რატო იფანცებ თავს პატენტი ტოტოა ფიცება გავს მისწებ მინის რო ცხრითას გავს უგრანტო ეცები დაგვემატა
ძალიან საყვარელია და რაღაც აგრესიულად და ისე რომ დგას კი ბეთს უხდება, მაგრამ გოგო როა რაღაცა ვერ მეგოები. კაი. კარგია, ესეთი უნდა იყოს, ელო დამშვიდე. ახალი რეპერი რამდენი ვნახე, შენ კი ჯერ კიდე ემბრიონი ხარ, ვიცი დოუბსის არევასები, სტორის ნუღადებ დაბლოკილი ხარ, თაგადოს ქაიმ, თაგადო მირო, ნუღა ეტენები, დიხმელო ვირო, თაგადო პელემ, თაგადო გოჩამ, შოუს დროს ოთახში და მერე მორჩა, დიშის ეხვაწა ვიღაცა გნიდა, თხოვ ამიყვანე, ძალიან მინდა, რუკა დაკარგა საწყალმა გიდმა, დიხომ სვერკასა დადაიბრიდა, კაცები კუხნაში ქალები ბაცე, სადილი მზადა მარიაოე. ძალიან საყვარლობა ლაიდე იყო, საღოლ. კარგი იყო. ფაქის წეკია თალები ჩემზე და სოდა ფლოუ და გაფრინემ ზეზე გინდა ბელთი ხოდა ნუ მალავ თავს შენი სახე ფეიქ ფილტაპს გავს არაფერი არ გაქრატული ხოდა ნუ ფარი სეველობ კაფეცებ ხმას ძალიან დივიდო ყოლას გავხარ ძალიან სლეი ქვინო მოგაზობ კრაუნს ძალიან არ შეყო ჩემი აკრაუ ძალიან გაგისავ და გატირება აქ ისეთი მახინჯი ემსი ხარ შენ პელეს კი დაგადეს პირობას ბებ კამერის პაპუჩი ხსვარა ტეო ტიკტოკი რო ვიყო მასტა და დებ არა და ორივე ძალიან ლამაზი გოგოები არიან, ძალიან ლამაზი ბავშვები ხართ მართლა. ან ბავშვები, იმიტომ რომ აშკარად თქვენზე უფროსი ვარ და არაფერი პირადული. გამოხოდი და რა მე ბეცლავი და რა ნიკი პიცე და რა გატირება ქვერო ვინც აიცით მარი გიდიო მარა ყოლა ზამ კიდიო შენი გვირაბი დიდიო მარა ეგეს ყოლას ყიდიო ამა people say woo ჩემი word sound true შენი flow ძალიან შენი დონე ძალიან cool მარიამო დავითრიე ბარი სტოიკასთან კეთილი ვარ ახავაძრე ჩანაწერი სხვასთან შენი ფანჩი არ გეიშვა ნაწყევია ბართან შენი ფანჩი დიზელია მოდი კალიონკასთან ესეც ძალიან მწარე იყო რა, ეს ლაინებიც ძალიან მწარე იყო, თან ესეთ დირთი ამბებიც იყო. ლაინების სიღრმით და ანუ პანჩებით მგონია რომ ამაც კი მაჯობა. მაგრამ flow იმისი უკეთესი იყო. ანუ პანჩებით მართალია ამაც კი მაჯობა, მაგრამ flow რაღაცა Lil Angelis უფრო მომეწონა. ნახოთ შემდეგი რაუნდები. Yo. Hey. God damn, bro. Bicho. Rogor, ანუ რას ფიქრობ? გოგოების სეზონი გვინდა? შანსი გოგოების სეზონი ვერ იქნება. მაქსიმუმ შერეული სეზონი გავაკეთო, იმიტომ რომ მაგდენ გოგოს ვერ იპოვით, რომ ესენი ახლა კიდე კარგად აკეთებენ, მაგრამ მე არ ვიცი, ანუ გოგოები აკეთებენ, ანუ ამ ჟანრში არიან? ანუ რეპი მესმის, მაგრამ იდისაობა და რაღაცა ფრისტაილები და მთელი ამბები, ანუ არ ვიცი, ეს გოგოებიც პირველად ხედავ ახლა ამათაც რა და ამდენი გოგო თუ არის, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თუ იქნებიან, რავი, რატო არა? მაგრამ არ მგონია რაღაც. მხოლოდ სახელოსნობას შეუძლია რომ ესეთი ივენთები ყურებითაც არ უყურებს ბევრი გოგო. ეხლა ჩემი მაყურებლების PvP-ის ვიდეოების მაყურებლების 95% არის მამაკაცი. გოგოები ხართ მხოლოდ 5%. ეხლა გოგო ვინც ვიყურებთ და მაყურებელი რო არ არის, დაჟე მაყურებლების მე ცოტა პროცენტია ისეთი, ვინც მე თვითონ აკეთებს ამ საქმეს, ხო? რავი, თუ გაკეთდება, რატო არა, მაგრამ ისეთი ვაიბი ვერ აქვს, როგორც ბიჭების ბეთს აქვს და რაღაც აგრესიაც კი ცდილობენ, მაგრამ აი ძალიან რთულია რომ იგივე ვაიბი ჰქონდეს, როგორც ბიჭებისაც აქვს. მაგრამ პირველი რაუნდები ძალიან გაიყო. გაჩვენოთ მაინც რა, ანუ აღნიშნა ჯოეჭვალე. ხო, სადმე სხვაგან ყოფილ ხართ? არა. მოკლედ, მეორე რაუნდი Lil Angel. მითები კაია ის. Yeah. ჯერჯერობით. Okay. Yeah. ყველასთან ვარ კეთილი, ვინც არ არის შესავით ატეხილი. არავინ დაგიწეს ლიფტში ჩემ გარდა ყველა მიგატოვა ხარ განდეგილი. უკვე რა ხანია მე ამ დღეს ველი, რო დაგანახოთ რას მირჩემი ხელი. ეს დღე ყველა მიცოდეთ ეგანდიჩი მგვაჩუქა პიბელი გოგოების ბეთლი. მოყვარული დონის წარმომადგენელო ანსი, ჩემს ხოპი ხარ მოგიწყონა გასაკი. არის გონიჯი მარო შენ გამოგეს ხალხი, შენ ადგილს დიდი გარყოდი სახში. გაუნათლებელო რეპერო თემდე რო ეცნები წიგნების კარდას ფინალ დრო დაბადებული ყავი. იქნებოდი ბანძი ნახევარ ქათამა 3 იანის კრაშო. ვერ დაგვიდებ კაი დონეს დეიცე რო ვერ მიდიხარ შენებს თუ არ დაეთხოვე ვიცი გული გიფანს ხალებს როცა ხედავ აიდოლებს ჰოდა ბებერ ბეთლის მე წაგიწნევა გაიზომე შენ ისე ხარ რეპერი როგორც ხარ ყოფილი კალთბურთელი ვერაზროს ჩამიდე ბურჩენ ფარში შენთვის მახალია რა ბებერადო
რამდენი წლისები არიან გაბიცებთ. მარტო მე მგონია რომ 18, ჰაჰა 20 წლისები იყო რა ბებერ. ანუ ეს თუ ბებერია, მაშინ მე ვიდა ვარ უკაცრავად გენდუშა, ანუ ჩემი ლეფელი ნეტარასელი ჩემ ლაინებზე გიბლი ჟუანტელი რა გინდა რო ვარ პელეს მეზობელი ისე არ უხდები ასპეროს როგორც გობოსყუს და მოტოციკლეც ინდოელი მალო ბეიბე გირჩევ მერიდე მარტო მასაჟი სალონში ნახავ happy ends უმუშევარს მე გასავლი ფული შოვნიხსებს ეი წადი გარეპე შვილო ბაღი ზეიმზე ახლა გეტყვი რატო არ გაგბედი არაფერში young ლუკასთან ბიფი გაგდა თან მისტრეკებზე გიждები sky fit ჩავწეროთო ელოდები ერთი წელი ძლივს რაღაცა სიახლე და ისიც დაკალთან გაგბეთლი შენ მოგებს ან წამ შენიჭს მე ან წამზე მაიკი როგორ უყურებს ანუ აერორებს გონებაში ანუ აშკარად აერორებს სროებამ წამსა გამოიპობა წარჩემი ლაინები წვიშენი პოსტამ გაწრავს ვინმე არის ისეც წარმიგიბაძავს მითხარი რა გაშრო შენ მოტივაციას გახარ როგორც სიაფი დეკორაცია მე მაშინ დავინტერეს ან დაქალები თუ არიან მე არ ვიცი მე და ჩემი დაქალი ერთმანეთს კი ვარო უსწრებთ ხოლმე მაგრამ ეს საჯაროდ მსგავსი ლაინები და რაღაცეები ჩემთვის არ იქნებოდა ისეთი რა მისაღები. Კაი, ვიღაცა უცხოისას მართლა მომტერები შეიძლება, მაგრამ დაქალს რო არ ვასწრებ. ეხაც დაქალობენ ესენი, რომ დამიკომენტაროთ თუ შეიძლება. დირექტორსა პირველად გაიგე სიტყვა ეპილაცია, მინდა ყველას გასაგონად მოგმართო თხოვნით, დაივიწყე რეპერობა, წადი მალე გათხოვდი, არ გამოგდის ჰარდკორი და არ ყაროთ ლინკები, დასუმკიდია შენი უაზრო პაკლონიკები, მე გიდი ვარ შენ კი გზავნეული ტურისტი, განახებ რომელი სივრცეა, განკუთვნილი სტუმრისთვის ჯერ სხვები არ ჩანან, მაგიტოა გირჩია დიჩიმ, მაგრამ მართლა სად ნახე ეს თემუს ბილი აილიში. მალო ბეიბე აუ ეს ძალიან ფანჩი იყო. აი, თან მართლა ბილი აილიშსაც გავს. ეს გოგო რა, ანუ ისეთი გოგოა რა, ბევრი ადამიანი შეიძლება მიამსგავსო. ეს კაი ფანჩი იყო ძალიან. მასაჟი სალონში ნახავ happy ends უმუშევარს მე გასავლი ფული შოვნიხსებს ეი წადი გარეპე შვილო ბაღი ზეიმზე რაუნდი აი რაუნდი იყო, პანჩებიც ჰქონდა ამ გოგოს და ძალიან ბევრი flow-ს ცვლილება იყო, ეგეც ძალიან მომეწონა. მაინც ძალიან ბევრი ბაუნსე და გადავირიეთ ხო ვერ გეტყვით, უბრალოდ კარგი რაუნდი იყო. აი ბიჭებს რო ვუსმენდით წინაპეთლის რეაქციებში რაც ნახეთ, ფერს ავიწყდებოდა ხოლმე, ესეთ დონეს ვერ დებდნენ და საღოლ. გავაგრძელოთ ახლა. ნუ მიუხედავად იმისა, რომ გოგოები რო არიან ცოტა რაღაცნაირად შეიძლება, მაგრამ ანუ კარგია. მივესალმები. მეორე რაუნდი ანსკი ბაგავს სპანის ფლოუს ბაძავს ნიკის დაკრულს ტანცავს ატოს თმებს რო გავხარ ნუ მეტაჰავები წვერი არ გაგეზდება ნუ მე ბატლავები ვერსია შეგერგება ნუ მე ბლატავები ქუჩა არ გაგეგება ნუ მე თამაშები თვალი არ ჩამეკრება ჩემი ლომი ხარ ჯოდია პელეს ყოფილი ჯობია თოხლო კოცი ხარ ჯოდია არ წააგებელს ჯორია დიჩი მიხარია სუნარი მარია დეიდას ნათესავი ყოლა რეპერის გარეკანი თიხმის მასილის ფარშევანგი ილიას სუნა ეს რა ფანჩი იყო ანუ მესმის რომ ვინც არის მარია ყველამ ძალიან კარგად ვიცით ვისაც გვახსოვს ძველი ბეთლები და ასე შემდეგ მაგრამ ეს ის ფანჩი რომელიც დაქალს უნდა უთხრა ანუ არ ვიცი დაქალს კი არა რავი მტერსაც ვერ ვეტყოდი მაგას რაც არ უნდა გავებწარებინე იმიტომ რომ დააბნელი ანუ რავი თქვენში მოგვარდით. თესევ ბომბას გამოსდა გაგდაიწრები დღეს. თახვედი ვითხრახან მეპიფერები. ოქროს медаლი ჟაგდება დღეს. ვიძე 1-0 მე. სარკეს გაუიასმე. ცალკარაბე. კი არ შეწუხდეს ხალხო. კაცმა ვერ გაიაზრა რომ ეს თქვეს. ლიე გოლი ვერ გამიტანე. იმ ხელა ცხვირია ქანკეს იძირს. მე თევსემ კატის კანაპირის პირს. გაყნოსო თევსებინე. იეგვაიკის ერთ-ერთი წუზატა ვარ მაპატია. აი მეყვერდა. ვატრულ ვერ არის ვიპაკი დაიწყო დიჩის ეკითხება რა სახელი დავიქვა ჯიმა ცხაჭე შეცვალა და ბოლს მასკი იფიქრა ტიპმა ეგეც ჩემგანა იყო და მაინც ოუჯი ჩები სურო სახელი არ მქონდეს მაინც გოუთა ჩები ბიჩემ ჩიფ კიფ fuck who don't like ჩაჩი ნუ გამთხავ არ გამდიშაძან ბიჩემ ჩიფ კიფ fuck who don't like bitch you mic drop we just on side შენ ვარ სიწერე მე ისტორია ომში მოგები შასინოლია კეისარი ვარ პრეისტორია ლექტორი კითკას ქულანოლია მიდით ტოკერო ვიდეო
შეუდათე ზედააწერე ჩემი ატექსი სამას ნახვაზე ნუკოხოწები მაგიტო გაგეცა შენი ექსი ვინც აიცის მარ ტურებზე გიდობს ტური საჩვენებს გასავალს თავის ცხოვრება არა აქხოდა სხვისი მარშრუტით გატასავს ნუქშურს მატოთ ბრალოდ ბის უზე მეტი მაკავშირების თუ ჩემ მოკლა შეუძლებ გავხმო ქოი მუგლის გავიგეთ მარი მაგარი ხარ 2 სანტიმეტრს მაღალი ხარ აკას ხუიას ეგ გამტარი ვარ ტოტებში შენზე მადარტი ვარ მოდი ხარ ვისთან ბეზი გაგვისთან ეხები ვისთან ეგო ვისთან გაგივა ვისთან უძელო ვისთან ბიფი გაგვისთან გვამია ვისთან ჩემთან ნუი აზო ხოიცი მარტომზერი გაქტისკავ წყულ სიტყვის სადარბაზოს კიბესთან გაქტისკავ ანსკი ბოროტია კომპლექს მიზანშია ტიჩკავს ვერკი შველის ტაჰას ფლოუ აფრიკიდან გდისავ ბოი ხა მოკლედ ერთი წამი ამ გოგოსაც კარგი რაუნდი ჰქონდა უბრალოდ ფლოუების ცვლით და პანჩებითაც ჩემი აზრით ამ რაუნდში ანსკის აჯობა ლილ ანჯელმა იმიტომ რომ ხაი ძალიან ისეთი იყო ერთი და იგივე ფლოუ ჰქონდა არც ცვლიდა და მანერაც ანუ ცოტა აჩქარება მოუხდებოდა ხო რაღაცა სვიჩი მოუხდებოდა ის მოუხდებოდა მესმის რომ ბითიც არ იყო მთლად ისეთი რომ გაძლევს საშუალებას, მაგრამ ლილ ანჯელმა ჩემი აზრით უკეთესი სვიჩები და უკეთესი ამბები გააკეთა. პანჩებით ის ერთი პანჩი ძალიან ისეთი იყო, მაგრამ ანჯელსაც ძალიან ისეთი კარგი პანჩები ჰქონდა. ამ რაუნდში მოკლედ აჯობა ჩემი აზრით. DJ მესამე რაუნდი Lil Angel ხო, ძლიერი პანჩებიც არ არის რაღაცნაირი, ანუ უფრო მეტი ინტელექტიც შეიძლებოდა რომ ჩაგვედო ამ ყველაფერში თქო. ანუ კი არ ვაკრიტიკებ და რამე, უბრალოდ ესეთი basic line-ები, არაფერი განსაკუთრებული და არაფერი mind blow. Niggas, watch your back. Hey. კიდე დამჩენია სიქმელი სიტყვა და მესამე ტყვია ჩენენ და მოგიწვნა ნელა არ დაგახშორ ჩენ და მიზის მაჩასამდე მოხმასწავლა მაგსახს მიღმა პატარაცაც არა უნიჭო ბავშვო მისო გაგწერის როლი ითამაშო დაბადების დღის ტორტის სანთელო ერთხელ რომ შეგიბერავ სულგა გაქრობ მოდი ახიარე იყავი ალალი შენი კრეატივის დონეა დაბალი ვისტერგები და გირი აქცეს YouTube-ზე იგი ყო მათი უდიდესი ზარალი მოსაგება თუ ხარ მოსული რა ტრეკები უდევთ ერთი დამელინკეთ რა მეც მაინტერესებს. და გეკერა ვეკილაც მაგაცი იყავი პატენტი ქუსი მეძე და არც და ქჩეშენი ბლოგერი და ქალი ასე დაგვებაზრე ეს ხო შენი საინია ამ დებილობის მნიშვნელობა რო ვერც კი აგიხსნია საიდანე გამბიცია შენი წერა არც გიცდია გოგომ გოსტრაითერები გარეგნობით აირჩია ვიცი თხემდე რო გეშინია პირველი ხამი საჭირდები არაფრის ხო და აბანა ხომ დისკეშინია აღმართის ვის არ გადახნის საკი კითხო პარაგრისები ასტამარადისია ხოლო სატენების შესავით ეპარებს თავზე ვინადგება ერთი პერლი ხომ და ეგეს თავში აუვარდა მაგრამ მიდია უხდის სცენაზე კი რამესაც ისეთი ფეიკი შენი ბაზარი ბეიბი როგორც ინსტაზე შენი ნაყიდი ფოლოვერები სხვა იმსების პლაგიატო ხარ სუფთა კოპი პეისტი დღეს ჩემ ძლიერ ტალღებში მოყვები თეთრი გედივთ მე პირველობას არ თქობ შენ გახარ უბრალოდ გვართობეს თემა მე უნდა მართო შენ ვის რა უნდა დამართო მაინც სიახლეს ვერ გვეტყვი და ამ დონეს ვერ გაცდები ხო და მიდი გაგვირებე ჩემი TikTok ვერსები გავიგეთ ამდე რეპერში რო გევასება ვიღაცა ბეიბი გენგ მაგრამ ტვის მაინც ნუგიბურღავ სიტრეკების თორებში ტვის მაინც ნუგიბურღავ გოგოების ფეთლი რო ეტყობა ხა ბიჭები რო ყოფილიყვნენ ყველა მომჩით რა სიტყვები იქნებოდა ხო ყოფილი დღე ხო გინდა პროგრესი და სუწინ წასვლები უფრო მალე წახვალ წინ თუ კი დაჯდები ეს ის ბეთენცია რო იც მაკაცება მასტერი და ყველა მეოთხე დასელი დღეს გავხდეთ ვის საჭირო და ანუ იან გვაიკის ყურება ძალკე კომედია არის ამ ბეთასე მარტო მე ვუყურებ და მარტო მე ხვდები რომ არის ის რეაქცია კონდეს თუ თქვენ ზეგრეხართ ეს ახლა გინგრებ სტერეოტიპებს დოკარი უაზრო გინებებს მოსწონებში შოქი რო წავიდა ყველა მძილობა გაკიდა ფსვარი გათარგმნია სიახლეები გაჭირა ქალის მაგარი გაგუხლა იმედი გაგვიქრა მოდირებს მამიდა რომ მოგიმატოთ სტამინა იე შენ გოგოსა და კარგი სიმდაბლე გამოხოდი ვიღაცების ჯინაზე რაც არ უნდა მომიგონო იცოდა რომ მე მუდამ ძიმბარებს თმარა შეიხებე არ გიხდება ეგ სტილი მარა ზედმეტია იყო ქერა და თან დებილი იო ეს იყო ჩემი შოუ და დაბუსტული სტარტი და ამ კბილის ფერიას დავუტოვე ნული შანსი დღეს მე თქვენ წინაშე გავდის ეს ვიღაცა ანსკი და შევასრულე ჩემი პირველი რეპერული თასკი let's go კარგი იყო მომეწონა უბრალოდ აქაც იგივე პრობლემა მაქვს რომ რაღაცა flow-ს ამბავია დასახვეწი და განსავითარებელი მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე რომ პირველი ბეთლია
და ან უარეს ველოდებოდი გულწრფელად რო გითხრათ, მეგონა რომ კრინჯისგან მოვკვდებოდი, ვერ ვიხარისებდი, მაგრამ გავერთე. პირიქით, ანუ კარგი მოსმენიც არის, იმიტომ რომ აი ბიჭების ბეთში თუ რამდენი ტოტოტოტო სიტყვებია, აქ მაგდენი არ არის, მინიმალურად რაც იყო, კი ბატონო, რავი, ალბათ საჭირო იყო, ხო? გავაგრძელოთ. Watch your back, I'm strapped with that Glock. Niggas watch your back, I'm strapped with that Glock. Niggas watch your back, I'm strapped with that Glock. Niggas watch your back, I'm strapped with that Glock. შეხარ ჩემთვის პატარა ჰო შვიცე თარჯან აღაჭამო ვიცე კეთხარ უჩას ქალო გელმა თხან და კავატავო ჯონსონ ბეიბი თავიძირს დიდის მიწერე მაგასხრის მარიკა და ჰოსო ბიგ ფოტო გავასატერი პლიზ ჰო შენზე როწერ ჩემთვის შერითია შვილო ყველა მლარი ჩაურიცხე და ბაიძე ითხოვს აშემდგარი დრეიკი და გულია რო ატკინო სულ რო იყო რეჟისორი ვერ გაკაჩავ კინოს You're so lonely broken angel ხალხი ცხოვა ხარ და კრინჯო You're so lonely broken angel სახში წადი არიტირო ხოდა ეხლა შენთვის ვონო იცე გაშინე პრინცესკერო შენი ხმარი ჩემი დემო თევზი გოხარ წყალში ნემო შენაი რეპერებს ჭამ შენაი პოზერებს კლავ შენაი მათქორებს ჭამ შენაი ფეიკერს Yaguga სიცილებს უკახოზე ჯუნიორში სიდა კალი დროზე ხომი გავწიდეს ახოზე მადლობა ხმერთო რომ გავტისე დროზე ერთი გოგოა ვითომ რეპერი გთხოვთ გავაცილოთ ვარდებით უკაროა ხარ დაბრუნდეს ისე უნდა ვაჭამო ფაქტები სიტყვა არ გეთქმის შუმა და დიხარ ბუგიმენი ვარ კამფეტით დღეს დავწავად სლიპოჩში დიჩი კარამბიტი მაგნაკები ვერ გაფრინდით საში გეჯახები ანგელოზო ისე შევსხი კრაუდს უკანი მალები დღეს ბეთრის მერე მოგაკითხავ გაჩუნდი ჩემზე კაი თუხარ თულზე გელოდება facts ჩვენ ორი არ ვართ თანასწორი თვალით თვალთან არ გამისწორე შენ ვერ სპაუნ სით გადავწონი ბაზარი დიდობე აქ გიწონი ჰო mio fratello farà ta 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 alla prima informata da mi scrivere ta 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 corso shadow si dau khopadas citan dai shwa angel shuplit tasta mitsas bitები მოდახე angels სადი მიეცი პიცას მიდი და ეჯი ბრეჩენდან უცუ პიცე დეიტა სეხმიერო საერთო გაგდიდე ბევრი რამ მაგას ყოლა ერთი რაუნდი ხო ვუხსენეთ უკვე და ხო შეიძლება რომ დაგვეტოვებინა თუ არა ეს მარია იყო ბოდიში მარია იყო ეხლა ნუცუბიძე დეიდა კიდე რამდენი სელებრიტი უნდა ვახსენოთ ამ იმაში რა ქვია ჩემი აზრით არ იყო ანუ ამდენი მსგავსი ლაინები საჭირო სხვანაირად შეიძლება ადამიანის დამცირება და დაცინვა და არ მომწონს ამდენი მსგავს თემატიკაზე ჩაჭერა არ მომწონს თორე ერთხელ კი ბატონო ოკეი გავიცინეთ გვეყოს Dit misashia ბევრი რამ პირი არ გაღო მისაშია ბევრი რამ რაუნდ ჟიური მომემზადეთ ძმებო და წერეთ გოლები ორივე ძალიან კარგი იყავით. კირანგვაიკი. კარგი. ხო არა, აღსანიშნავი არის რა, პირველად ხდება ესეთი რაღაცა, გოგოების ბეთლი საქართველოში, რა შეიძლება მომხდარა, მაგრამ მე არ ვიცოდი აქამდე. ორივე მომზადებულები იყავით ძალიან კარგად და აღსანიშნავია, მე მგონი ორივე პირველად ხართ ხო სცენაზე ხალხში. ახთოვანებული ვარ შემიძლია თქვა. სირალი ბევრი ნიუანსი არის რაც შეიძლება ეხლა ესე გავშალოთ და იქ რაღაც ლაინებს გავუყეთ და რაღაცა რა. ორივეს ჰქონდათ თქვენი ძლიერი მხარეები და ორივე ესე ხართ რა. აი რაღაც ორცალადი არის, მაგრამ მიჭირს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ორივე ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი ხმა Lil Angel. Grotesque. მაური. კაი, მეგონა რომ რაღაცა ჩაშლიდა იმშელებდა რატო ჯობდა, ნუ, კაი, ახ გროტესკმა იქნება თქვას რამე. მოვიდა ეს დღე. მე მქონდა მოსმენილი ეს ტექსტები რა, მაგრამ ცალ-ცალკე ანუ ერთად არ იყვნენ არტისტები რა თქმა უნდა და ნუ სტუდიაში არ იყო ის ეფექტი რაც აქ იყო, ეგ 100%-ით რა, მაგაში შეგიძლიათ დამეთანხმოთ რა და პირველი ორი რაუნდი ისე გაიყო, თითო რაუნდი თითო არტისტმა წაიღო.
მესამე რაუნდში რავი აქიდან რაღაცა ბარსები გავიგე და უფრო ისეთი დაყენებული ხმა ქონდა ანსკის მარიმაც ძალიან საკაიფოდ შებერა თავისი რაღაც flow switch-ები თუ რაც იყო მოკლედ შენი რაღაცა არ ვიცი თესლობა იყო რა თქვი ვერ გავიგე მაგრამ კაი იყო ძალიან რა და რავი ძალიან მიჭირს ხმის მეცემა ამ შემთხვევაშიც აი არც ერთი არაც და ბიც არც ერთი წამით საერთოდ რა ანუ ადამიანს წარმოიდგინეთ ცხოვრებაში პირველად ეკავა მიკროფონი რა შენ დიღო მიგადისე ერთ მომენტში ხო და ცხოვრებაში პირველად სარეცხს მანქანას ვაძლევ ხმას ვინც დიღო მიგადისა ვა სარეცხ მანქანას ვაძლევ ხმასო ვინც დიღომი გადისაო ანუ ამას რაღაცას დამიკომენტარა კიდე მსგავსი სექსისტური ამბავი რომ ქალებს პირპირში და ზოგადად ჰიპ-ჰოპში რა გესაქმებათ და რატო გამოთქვამთ აზრსო მაგრამ აი შენ დიღომი გადისე ანუ ასე რომ ამბობდა მე სარეცხ მანქანას ვაძლევ ხმასო არგუმენტიც არ გითქვამს რატო მოიგო შენთვის ანსკიმ იმიტომ რომ სარეცხ მანქანაა და დიღომი გადისა მაგრამ მაინც მაგას აძლევ ანუ რატო მოიგო ანსკიმ არგუმენტი მითხარი მე გეტყვი რატო არ მოიგო მაგალითად იმიტომ რომ უფრო კარგი flow switch-ები ქონდა იქით მეორე მხარეს ამას სულ ერთი და იგივე თემაზე ქონდა ჩაჭერილი და მეორე მხარეს ანჯელ ერქვა ხო ლილ ანჯელს უფრო მრავალფეროვანი პანჩები ჰქონდა აი აზრი ჩამოვაყალიბე სარეცხმა მანქანამ როგორც შენ ამბობ თანერებ მეშლება ედი ერთი ხმაური ერთისთვის ედი ვიდარი არ ვიცი აი აბა მოდი მაშინ რადგან ესე თავი საქმე ზედმეტადაც აღარ ჩავხდი და ჩემთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქითკენ გადავიწევი ვერსატილურობა საერთოდ და იქცე განსხვავებულად ჯდომა ესე ვთქვათ რომელიც ჩემთვის საკითხარეს იყო და შესაბამისად როგორც გამოდის ლიო ინჯელს ну, საბოლოოდ კარგი ბეთლი იყო, კმაყოფილი ვარ, არ მეგონა თუ ეს მომეწონებოდა. მეგონა რომ ბევრად უარესი იქნებოდა, ბევრად კრინჯი იქნებოდა. ის რაღაცა ლაინები, სადაც ვისაუბრე უკვე, ну, არ ვიცი მაგის მე როგორ გაგრძელებენ მეგობრობას ასე შემდეგ, მაგრამ გოგოების პირველი ბეთლი ნამდვილად შედგა, ნამდვილად კარგი ბეთლი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ხო, თქვენ კიდე აუცილებლად გამომეწერეთ მეგობრებო და ლაიქეთ ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარები და დამიკომენტარეთ კიდევ რის დარეაქტებას ისურვებდით. ეხლა კიდე დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა, ნახვამდის.